როდის იყო რომ გასართობი არაფერი გქონდა? მომწყინდა. უკვე მზად ვარ, მატეშის გაკვეთილებს დავესწრო. მიუხედავად იმისა, რომ მან მეხალისება. აბა შევიკრიბეთ და რაიმე სულადური გართობისთვის იდეა მოვიფიქროთ. რაზე უნდა მოვიფიქროთ? შეგვიძლია მეზობლის ხალიჩას სუპერწებო წაუსვათ, გარეთ გასვლისას რომ მიეკროს. ან მკვდარი ვირთხა მიუგდოთ დეიდა ანჯელას. ეს ყველაფერი გუშინ გავიარეთ. რა იყო? იდეები გამოგელიათ? პრენკს გთავაზობთ. ეს ნამდვილად მაგარი ვარიანტია ყველა დეტალზე უნდა ვიფიქროთ. და მთავარი მსხვერპლის არჩევაა. მას საიდან უნდა დავიწყოთ იდეალური პრანკის მომზადება? საჭმლიდან, რეკვიზიტების მომზადებიდან. არა, ჩვენ ყოველთვის მსხვერპლის არჩევით ვიწყებთ. დაივიწყეთ, მე მსხვერპლი არ ვიქნები. სულელი ხარ? ხო, ის შეიძლება იყოს მსხვერპლი, ვინც პრანკის შესახებ არ იცის. და იქნებ ჩვენ ტანია გავპრენკოთ? კარგი. აი, ახლა უკვე საინტერესოა. ყოჩახ ბოგდან, 10-იანი. ისეთი რამე უნდა მოვიფიქროთ, რაც მსოფლიოს საუკეთესო პრენკერებს აიძულებს მუხლებზე დაჩოქებული ჩვენთან მოვიდნენ და მათთვის რაიმეს მოფიქრება მოგთხოვონ. იქნებ ჩაიში საფახარათო საშუალება ჩაგვესხა? ჩვენ ამ საფირმო პრანკის გამო სახლში საფახარათო საშუალებები აღარ გვაქვს. ხო, ყველაფრის გამოყენება არ შეგვიძლია. იქნებ ვალდემარს დასჭირდეს? რაც შეეხება ფქვილს, სახლში საკმარისი გვაქვს. ტანიასთვის ფქვილის დაყრას გთავაზობთ. ბანალურია, ჯობია როგორმე დედა შევაშინოთ. მაგალითად, სათამაშოობა მიუგდოთ. სისულელია, ჯობია ტანიას საყვარელი თმის სპრეიში შავი წიწაკა ჩავყაროთ. ძალიან დიდხანს მოექავება. ამ ყველაფრის გაერთიანება შეგვიძლია ერთი პრანკის ნაცვლად. ეს სრული გიჟობა იქნება. ქვილი, აი აქ არის ის. შესასვლელთან არ დავდებ. შეიძლება დედამ მანამდე დაინახოს და აღარ შეეშინდეს. არა, აქაც არა. იქნებ არც კი შეხედოს? ნიკოლ, რაზე ღელავ? ტანია როცა შემოვა, უბრალოდ ფეხქვეშ შეუგდა და სულ ესაა. ზუსტად, მოდი მოულოდნელობის ეფექტი შევინარჩუნოთ. კარგი, ამ ბლანტ მასას აღარც შევისუნთქავ. ისეთი ცუდი სუნი აქვს, რომ მგონი უკვე მოვიწამლე კიდეც. თავარია, რომ ღამით საწოლში ასეთივე ეფექტი არ გქონდეს. ყველა თავის ადგილზე. ტანია მოდის. ვაიმე, რა ხდება? ფრენკის დროა. რა არის ეს? ეს თქვენი ყავით? როგორ არ გსხვენია? კარგი რა, ეს ხომ მხოლოდ ხუმრობაა და როგორც ჩანს ძალიან წარმატებული. ახლა ზუსტად თქვენს გამო პაემანზე ვეღარ წავალ. მერე რა მოხდა მერე? ამაზე არ წახვალ და სხვაზე წახვალ. მაგრამ ზუსტად დღეს უნდა გადაიფორმოს ვალდემარმა მთელი თავისი ქონება. სახალისო მაინც იყო. აქ მხოლოდ თქვენ ერთობით ზღვარს გაცდით საერთოდ. ყელში არის თქვენი პრანკები. დედა, შენ ხომ ყოველთვის გიყვარდა ხუმრობები? თქვენს ხუმრობებს მაშინ ვითმენდი, როცა სპეციალურად პატიჟებდით ჩემს საქმროებს სპორტულ შარვალში ნაგავს როგორ ყვიდი რომ დაენახათ. ვუდუს თოჯინაზე მოვითმინე, წყლის შესხმაზეც, კვერცხის სროლაზეც. რამდენ ხანს შეიძლება რომ ვითმინო? კარგი, სუდად ჩაიარა რამე? როგორც ჩანს ტანია ძალიან გაბრაზდა. მერე აქ სხვენიათ, თქვენი სულადური იდეების გამო ახლა დედა ტირის. ჩვენი? და ვინ თქვა რომ ყველა პრანკი გაგვეერთიანებინა? სახალისო იქნებოდაო. შეგეძლოთ რომ არ დათანხმებულიყავით. გვიანია ჩხუბი, ჩვენ უკვე დავაშავეთ ბავშვებო. უნდა მოვიფიქროთ ეს ყველაფერი როგორ გამოვასწოროთ. იქნებ აღარაა გაბრაზებული ტანია ჩვენზე? ხო, ქალებს ხომ პატიება ადვილად შეუძლიათ, ცოტა გაბრაზდა და გადაუვლის. პირდაპირ მცოდნეები ხართ ქალის ფსიქოლოგიის. თუ ქალი ნაწყენად სახეზე არ გამოიყურება, იმას არ ნიშნავს რომ ის არ არის ნაწყენი. რაღაცზე ვიფიქროთ, თავაზობთ რომ გავიდეთ და შევამოწმოთ. როგორ? პირდაპირ ხო ვერ ვკითხავთ ტანია გაბრაზებულია თუ არა. ყველაფრის სწავლება გჭირდებათ, თავიდან უნდა დავაწყაროთ, მერე კი ჩვეულებრივ ლაპარაკი გაუბათ. მარტივია. ზუსტად, მერე კი ყველაფერი გასაგები იქნება. ნიკოლ, შეგიძლია კაკაო დალიო და წახვიდე? იმას ამბობენ რომ ქალებს ლოგიკა არ აქვთ. ეს დედასთვისაა. გგონია მშიერია? ფიქრობ რომ გაბრაზებულია და მისი საყვარელი გემრიელობები სიტუაციას გამოასწორებს. მესმის, როცა მშია მეც ვბრაზდები. რატომ გავდგავართ აქ და არ შევდივარ? დედამ, შესვლის უფლება უნდა მოგცეს. თუ ტანიას არ წინებია, მაშინ ჩვენი შესვლაც არ ეწყინება. მეც ასე ვფიქრობ, დუმილი თანხმობის ნიშანია. ტანია, ჰეი, რასაკეთებ? ჩვენ აქ გემრიელობები, კაკაო მოგიტანეთ. გზადაც კი არ მიჭამია. წარმოგიდგენია როგორ შევიკავე თავი შენი გულისთვის?
დედა, ეს სკოლაში შემაქეს. როგორც ყოველთვის, ისე არ უნდათ ჩემი გარიცხვა, არამედ შემაქეს. კი, მე თვითონაც გავიგე. მე მასწავლებელმაც კი არ მცემა ჩვით ნიკოლთან ერთად. დიდად არავის არ ეხალისება ჩვენი ნახვა. კარგი რა, რას ამბობ? გირჩევთ რომ ჩუმად გავიდეთ. იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე წარმოგვედგინა. ტანია მაშინაც კი არ იყო ასე გაბრაზებული, როცა დირექტორის ახალი ლექსუსი კინაღამ დავწვით. მაშინ დირექტორი ლექსუსში იჯდა. როგორც ჩანს, ჩვენი პრანკები დედას ყელში ამოუვიდა და ჩვენი ოინებიც. კარგი, ეს უნდა გამოვასწოროთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტანიამ გვაპატიოს. რატომ გონია რომ თუ აქ ყველაფერს დავალაგებთ ტანია გვაპატიებს? იმიტომ გონია რომ დედა გამუდმებით გვაიძულებს დალაგებას და ჩვენ ხშირად ვაიგნორებთ მაგ თხოვნას. მართალია, ჯერ კიდევ არ მომიწმენდია იატაკიდან თაფლი. თაფლიც წებოვანია, ამიტომ ეს ვსადე. წებოთი რატომ არა? წებო ვერ ვნახე. თაფლი კი ისეთი სუფთაა რომ იატაკიდანაც კი შეგიძლია რომ ჭამო. როგორ არ შეჭამე წებოს დაგვრის დროს? დედა, ნახე როგორ დავალაგეთ ყველაფერი. ისეთი სუფთაა რომ იატაკიდანაც კი შეგიძლია ჭამო. ვითომ ადრე რაღაც გიშლიდა ხელს ამის გაკეთებაში. საწავიდა? კარგი, იქნებ გვაპატია და დაბადების დღის ტორტისთვის სამზარეულოში გავიდა? ეგ ტორტი თვითონ გააკეთა და რომ გიცხელ გემრიელია თქო მოგატყუებ. დედა, ჩვენ ხომ ყველაფერი დავალაგეთ. გასაგებია დედა, როგორც გინდა ისე გააკეთე. ხო, მოგვიანებით ისევ გავწმენ. შევწდით. შტერობა იყო იმაზე ფიქრი რომ ქალის გულს მხოლოდ დალაგებით მოვიგებდით. კარგი, ფაქტია რომ ტანია ჩვენზე ძალიან გაბრაზებულია. ტანიამ გაბრაზებულზე ფისტები მაშინ მოისროლა, როდესაც ვალდემარმა რესტორანში წასვლის ნაცვლად ვარსკვლავების სანახავად წაიყვანა. ზუსტად. გემრიელი ვახშამი, რა თქმა უნდა, ახლა რესტორანში ვერ წავიყვანთ, მაგრამ სახლში ისეთივე კაკს გავუკეთებთ. ჩემთვის მე ჭურჭელი არასდროს არ დამენეცხია. არასდროს გონია მიზეზი ბოდიში მოგეხადა შენი თავისთვის. და თუ ტანიას ეს არ მოეწონება, რას გავაკეთებ? გამორიცხულია, ჩვენ დედას საყვარელ კეთს მომამზადებთ. ყოველი შემთხვევისთვის პისას შევუკვეთავთ, თუ ჩვენი გაკეთებული ცუდი აღმოჩნდება. კარგი, თუ ეს არ გამოგვივიდა, მაშინ აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. გამოგვივა, შეხედე, როგორ უნდა გაუძლო ამ ყველაფერს? ახლა ვიცი, როგორ მოუხალოთ მას ბოდიში. კიდევ თუ რამეს დავაშავებთ. კეთილი იყოს მომბრძანება ჩვენი სახლის რესტორანში. ეს ყველაფერი შენთვის არის, ტატიანა. მაგიდაზე შენ დაგხვდება შენი ყველაზე საყვარელი კერძები, რომლებიც ჩვენი პერსონალის მიერ სიყვარულით არის მომზადებული. ანუ ამბობს, რომ ჩვენ ცუდი მზარეულები ვართ? არა მგონია გასინჯვის გარეშე ეგ დასკვნა გამოეტანა. ტანია, აქ იმდენი გემრიელი რამ არის? გასინჯე, ძალიან გთხოვ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ვარ, მინიშნება მთლიანად მართლაც ვერ გავიგე. ხო, ნამდვილად არ აპირებს დედა ჩვენს პატიებას, თუმცა ეს ნამდვილად უხეშობა იყო. ხო, ყველაფერს თავისი პლუსები აქვს. აქ რა პლუსებია? აი, ახლა ჩვეულებრივად ვიმახსნებთ. კარგი. ფუ, იცი? კარგია რომ ეს ტანია არ გასინჯა. ჩემი აზრით გემრიელია. პური ძალიან მაგარია. ეს 100%-ით იმუშავებს. სიცილი წარმატების გასაღებია. თუ ტანიას გაცინებას შევძლებთ, მაშინ ის ჩვენ აუცილებლად გვაპატიებს. იმედია, იმიტომ რომ ხვალ სკოლაში მშობელს აკრება და კარგი არ იქნება თუ დედა გაბრაზებული წავა იქ. როგორც ჩანს ჩვენზე გაბრაზებულობის გარდა, მას იუმორის გზნობასთანაც აქვს პრობლემები. ამ სისულელეზე მეც კი ძლივს შევიკავე სიცილი. სხვა გზა უნდა მოვძებნოთ, იმიტომ რომ ამან ნაღდად არ იმუშავა. კარგი, რას გვთავაზობ? დავაბად და პატიება ვაიძულოთ? არა, რამენაირად ემპათია უნდა ვაგზნობინოთ. არც თუ ის რთულია.
ამ კონცერტის შემდეგ ფიქრობ, რომ ტანიას ნამდვილად აქვს ემპათია ჩვენს მიმართ. არა, არ გესმით. წავიდეთ და ყველაფერს გეტყვით. აივანზე რატომ ამოვედით? არ ამგონია სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის დრო იყოს. აქ, სუნთქვისთვის არ მოგიყვანეთ. აბა რატომ? ახლა გავითამაშებ, რომ ვითომ მაინვიდან გადახტომა გვინდა. დედა შეეშინდება და გთხოვს, რომ ეს არ გავაკეთოთ და საბოლოოდ გვაპატიებს. ზუსტად როგორც ფილმებში, ფილმის სახელწოდებით მოზარდების რთული ცხოვრება. მოდის, დავიწყოთ. ნიკოლ, არ გადახტე. იქნებ ტანიამ ამჯერად გვაპატიოს. არა, ხომ ნახეთ, დედას ჩვენი დანახოს კი არ უნდა. კარგად, როგორც ბლოგერი ისე გამიხსენეთ. თუ შენ გადახტები, მეც გადმოხტები. მეც, ყველანი დანაშავეები ვართ და ყველანი ერთად გადავხტებით. დედა, კარგად, საშინელი ქალიშვილი ვიყავი. შენ კი მშვენიერი დედა. სოფლიოში საუკეთესო. დიახ, ყველაზე მაგარი მეგობარი. როცა ამ წარმოდგენას დაასრულეთ და აინიდან გადახტებით, თხოვთ კბილეულის მოსატანად წადით. თორემ როგორც ჩანს აღარ დარჩა. რაც გულისხმობ, საკუთარი დედა არ ზრუნავს ჩვენზე? კარგი, როგორც ჩანს მიხვდა რომ არ ვაპირებდით გადახტომას. ყოველ შემთხვევაში გველაპარაკება, ეს უკვე პროგრესია. ო, კი, დღეს ყველად არ დავკარგეთ. დიახ, ყველაფერი ვცადეთ. აღარ ვიცი უკვე როგორ დავიმსახუროთ ტანიას პატიება. ნიკოლ, შენ გოგო ხარ. როგორი ზუსტი დაკვირვებაა? ნიკოლ, შენ ხომ ისი რა უნდა გააკეთო რომ გოგომ გაპატიოს? შენ გეცოდინება. დედა ჩემი რომ მიყო, ვალდემართან ერთად სეიშელის კუნძულებზე გავფრინდებოდი და ქაურობას დავივიწყებდი. სანაპიროზე წევხარ, ირუჯები და საჩუქრებს იღებ. ზუსტად, საჩუქრები. ქალებს უყვართ საჩუქრები. ეს ჯერ კიდევ არ გვისდია. მას რამდენი გვაქვს ფული? ო, ზუსტად დამავიწყდა. საწოლის ქვეშ დავდე. კარგი, მე მაქვს. მეც მაქვს, აი აქ მაქვს. ბოგდან, რაღაც ახალი უნდა მოიფიქრო. შენ ყოველთვის გაქვს გადამალული სადმე, მაგრამ თუ გაქრება, ზუსტად მეცოდინება ვინ მოიპარა და შენ რისკი ვასაპირებ? იქნებ კომპიუტერისთვის ახალი დედა დინამიკები? არის ხოლმე კომპიუტერთან. რათ უნდა დინამიკები? სხვა ვარიანტები არის? დღეს დედა ჩემი საყვარელი ნივთები ფქვილით გავაფუჭეთ. მოდი ახლები ვიყიდოთ. ახლა სწრაფი მიტანის სერვისს შევუკვეთავ და სანამ დაველოდებით, შეგვიძლია რამე ვჭამოთ. ეს შესანიშნავი იდეაა. რა შევუკვეთოთ? დიახ, ასეთ ცილომაზეს ნამდვილად ვერ გაუძლებდი. შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ ფულის მოყვარული ხარ. ყველა ქალი მასეთია. თუ შენმა მეგობარმა წყლის ყიდვა გხოვა, როცა იხჭობოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს მხოლოდ ფული უნდა. მოდი ტანიას სურპრიზი გავუკეთოთ და საჩუქარი კარის ქვეშ დავუდოთ. წავედით. ჯანდაბა, საერთოდ ჩაიშალა. უარესი იქნება. ტანიამ საჩუქარიც რომ არ აიღოს. ამაზე უარესი ვერაფერი ვერ მოხდება. კარგი, ისეთი საჩუქარი უნდა ვაჩუქოთ, რომ არ წაიქცეს. რა საჩუქარი? მთელი ფული ამ ნივთებში დავხარჯეთ. მეტი აღარ გვაქვს. იქნებ ჩვენი ხელით გავაკეთოთ საჩუქარი? რამე ხელნაკეთი ნივთის მსგავსი? არ ამგონია რომ ჩვენმა ხელებმა რაიმე გამოსადეგარი დაამზადოთ. შეგვიძლია დედასთვის სიმღერა დავწეროთ. რეპი ბოდიშის მოხტაზე. ყოველთვის მინდოდა ემინემის მსგავსი რეპერი ყოფილიყავი. ხოლოდ ბავშვთა დღის წარმოდგენებზე შეგეძლებოდა გამოსვლა. თუ რაიმე კრინჯობის მოსმენა დასჭირდებოდა. როგორ დავკარგავთ დროს? რაც უფრო მალე დავისგებ, მით უფრო მალე დავასრულებთ. გვაპატიე დედა, ახლაც არ არის გვიანი, მიდი დაგაგვეკეთე, შენი გემრიელი ჭნიანი. ჩვენ მზად ვართ რომ მივიღოთ შენი ვალდემარი ნელ-ნელა და მივცეთ ჩვენი ტანსაცმელი ყველა. და თუ არ გვაპატიეთ გვირჩევნია ვიცხოვროთ ნაგავ საყელზე ცივზე და არა საწოლზე თბილზე. ძალიან გთხოვ დედა, გვაპატიე ჩვენ, დაგვირდებით რომ აღარ გაწყენინეთ შენ. არა, ეს უკვე ზედმეტია. ვერ ვიტან ასეთ იგნორირებას. ვერც მე. მირჩევნია დედამ გვიყვიროს, დაგვსაჯოს და გვაჭამოს, ოღონდ არ გაჩუმდეს. ახლავე დედასთან გავიქცევი და ყველაფერს ვეტყვი. ტანია, გთხოვ შეწყვიტე ჩვენი წამება. მთელი დღე არაც ვცდილობთ რომ სხვადასხვა გზით ბოდიში მოგიხადოთ. კარგი რა, ვაღიარეთ ჩვენი დანაშაული. თუ ესევ გაბრაზებული ხარ ჩვენზე, მაშინ დაგვსაჯე, გვიყვირე. ბოლოს და ბოლოს, რამე გვაიზულე. ნებისმიერი რამე, ოღონდ არ გაჩუმდე. და რა იყოთ? პრენკების მოყვარულებს არ მოგწონთ სიჩუმის პრენკი? რაჰა? ესე იგი უბრალოდ დაგცინოდი? კი არ დაგცინოდით, არამედ ჭკუას გასწავლიდით. უკვე ვეღარ ხედავთ თქვენი ხუნვებების საზღვრებს. ამიტომ გადავწყვიტე ჭკუა მესწავლებინა. კარგი, ამ პრანკებს ამ ბოლო დროს მხოლოდ პრობლემები მოაქვს. კი, როგორც ჩანს, ცოტა ხანი თავი უნდა დავანებოთ. თორემ მალე ნაცრისფერი თვებით მოგვიწევს პრანკების გაკეთება. 3 2 1 0 თქვენ მისტიკოვის სახზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყეთ და ლაიქება. და ჩვენ გავიქეცით. ნახვამდის.